რა ბიზნეს და ქონებას ფლობენ ქართული ოცნების წევრები და თანამდებობის პირები ევროპაში. მაშინ როცა ქართული ოცნების პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მათ მოიძიეს ინფორმაცია 18 პირის შესახებ, ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ესპანეთში, დანიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნეს იმპერია საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართულ კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს. სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. ორგანიზაციის განცხადებით, თავად ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ორ უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში. ორგანიზაციის ცნობით ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ფლობენ ასევე თბილისის მერი კახაკალაძე, ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე. თბილისის მერი კახაკალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელწოდებით კალა კაპიტალი, რომელიც კახაკალაძემ და მისმა მეუღლემ 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა. კალაძის 4 შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ. ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას პარიზში, რომელიც მათ 2014 წელს შეიძინეს 1.165.030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58.000 ევროდ. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი და ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მედია საშუალების TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს. ეს კომპანიებია ტელეიმედი, ლიბერთი ბანკი, ქართული ცემენტი, ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი და რუსთავის ფოლადი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ფლობენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ალექსი ახვლედიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი და სხვები. 2024 წლის 28 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ბერიძემ დააფუძნეს კომპანია პარიზში. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად ბექაურმა და მისმა მეუღლემ კომპანიის საწესდებო კაპიტალში მთლიანობაში 1.77491 евро შეიტანეს. სავარაუდოა, რომ ეს თანხმა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული. ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს. 320 კვადრატული მეტრი ბინა ჩეხეთში, რომელიც დეკლარაციის თანახმად 2013 წელს 860.000 ევროდ შეიძინა. 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პრაღაში, რომელიც დეკლარაციის თანახმად 2012 წელს 485.000 ევროდ შეიძინა. ალექსი ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში, ასევე 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში. ორგანიზაციის ცნობით ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ფლობენ ასევე ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რუსეთის ფედერაციაში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი დესპანი გიორგი ქაჯაია, საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში ნიკოლოზ ლალიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნათელა მენაბდე, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გაიოს ქაჯაია და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაგდანა ყურაშვილი.